სერიალის ოფიციალურ რელიზს წარმოგიდგენთ წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის განათლების კერა და ფონდი ქართული გალობა. ღირსი მაქსიმე ბერძენის ინსტიტუტი წარმოგიდგენთ. Green Olive Films-ის ნაწარმოებს. სცენარის ავტორი იორგოს ციაკასი. ოპერატორი კოსტას ტრიანტაფილო. კომპოზიტორი ტუომას კანტელინენი. რეჟისორი სტამოს ცამისი. წმინდა პაისი. ფარასიდან ზეცაში. სტომიოს მონასტერი 1961 წელი. მამაო. ვიცოდი რომ შენ იყავი. მითხარი, აქ სარკე რატომ არ გაქვთ? მონასტრებში სარკეები არ არის. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ სახეს არ ვუყუროთ და არ გვეგონოს რომ რამეს წარმოვადგენთ. მე რომ მინდა ვნახო როგორ გამოვიყურები, რა უნდა ვქნა? შვენივრად გამოიყურები. ძალიან ლამაზი ტანსაცმელი მოგვს აქ ალბატონმა კეტი. ცოტა დიდი გაქვს, მაგრამ როცა გაიზრდები, კარგად გექნება. ახლა რა გავაკეთო, მამაო? ეკლესიაში შარვალი ჩამძვრება და დასაცინი გავხდები. შეწყვიტე. მოდი კამარს უფრო მეტად მოგიჭერ. აქამდეა, მეტი ნახრეთი აღარ აქვს. ო, მეც ამას ვამბობ. კარგი, ერთ ნახრეთს კიდევ გავუკეთებ, მაგრამ უკეთესი იქნება თუ საჭმელს შეჭამ. და რა, არ ჭამ? აბა შეგხედო. შვენივრად გამოიყურები. ახლა ეკლესიაში წავიდეთ და ქრისტეს შევევედროთ, რომ ზიარების ღირსი გავხადოს. ეკლესიაში მისვლამდე არ ვსაუბრობთ, მხოლოდ ლოცვას ვიმეორებთ. ჰო, თუ ამ ტანსაცმლით ოდესმე მე მივახწევთ. მამაო, ხომარჯობია, ჩემი ჩავიცვა. მოკლე შარვლით უნდა შეხვიდე ეკლესიაში, გიორგი. არ შეიძლება. არ იქნება ლამაზი, გაიგე? ო, მაგრამ რომ ჩამძვრეს უარესი არ იქნება? არ ჩაგძვრება. წამოდი. წავიდეთ და მხოლოდ ლოცვა ვიმეოროთ. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. 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 უფალო იესო ქრისტე. არ ვიცი რას ნიშნავს შემიწყალე მე. გთხოვ რომ შარვალი არ ჩამძვრეს და დასაცინი არ გავხდე. ოხ, ეს ფეხსაცმელი. მამაო. ხომ თქვით რომ ხმას არ ამოიღებდით? ო, მაგრამ ვერ გეწევი. დავაგვიანებთ, გიორგი. ამ ფეხსაცმლით სიარული არ შემიძლია. ხომარჯობია, გავიხადო და ეკლესიაში შესვლის წინ ჩავიცვა. ყოჩაღ. მეც ასე მოვიქცევი. მზად ხარ? წავიდეთ. ო, რა თქმა უნდა, საერთოდ რაში სჭირდება ხალხს ფეხსაცმელი? მასწავლე სიყვარული. მასწავლე სიმდაბლე.
ჭეშმარიტი სიმდაბლე ჩემო ტკბილო იესო. შენ თავმდაბლად ინებე რომ მოგეცა შენი უხრწნელი ხორცი და შენი უკვდავი სისხლი. ყველა ვინც შენს ტაძარშია სამოთხეში დაამკვიდრე და თუ გნებავს მეც იქ სადმე ერთ კუთხეში დამაყენე. დიაკონო, მოვედ. საკურთხევლიდან გადი. გარეთ გადი და იქ ზიარე. როგორც მეტყვით. ყველაზე ბოლოს ზიარე, რადგან უღირსი ხარ. ახლავე გარეთ გადი. შეეშვი მეტანიებს. გარეთ გადი. მამა, დიაკონო, არაფერი თქვა. შიშით აღმრთისათა, სარწმუნოებითა და სიყვარულით მოვედი. დამლოცე, მამაო. შენ დამლოცე, გიორგი. დიდება შენ დაღმერთო. 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 მამაო, ნუ გარბი ხარ, ვერ გეწევი. დიდება შენ დაღმერთო. დიდება შენ დაღმერთო. მამაო, არ გესმის? დიდება შენ დაღმერთო. მამაო, რამე მითხარი, გიორგი? კარგი. სულ დაყროვდი. მოდი აქ. მოდი. თურმე სულ დავყროვდი, არა? რა გინდა? რატომ გარბი ხარ და განუწყვეტლივ რატომ ამბობ დიდება შენ დაღმერთო? ვეზიარეთ, გიორგი. აბა რას უნდა ვამბობდე? ხო, მაგრამ ეკლესიიდან გამოსვლის წუთიდან ამას ამბობ. და რა, ბევრია? აბა არ არის? გიორგი, როცა ვეზიარებით, ქრისტეს უერთდებით. გესმის? არა. ეს გონებით არა იხსნება. იგრძნობ. როგორ ვიგრძნობ? შეევედრე მას და გაჩვენებს. მაჩვენე. არ მაჩვენებს. არ წახვიდე, მამაო. პატიებას უგთხოვ იმისათვის, რასაც დღეს შეესწარი. ილოცე, რომ ღმერთმაც მაპატიოს და მამა ბაისიმაც. ეს რატომ გააკეთეთ, მამაო? არ ვიცი. გონება დამიბნელდა. ეს საცდური იყო. მაგრამ ყველაფერს საცდურს ვერ ვაბრალებ. ჩემი ბრალია. მანამდე პროტოპრესვიტერიც მელაბარაკა განრისხებული იყო. მაგრამ ისი ბრალი არ არის. ჩემი ბრალია. მხოლოდ ჩემი.
ხელში ქრისტე მეპყრა, თავდაბალი ქრისტე. ადამიანი გავაკეთე. ხომაზე არეთ, მამაო. ო, რადგან არ წავიდა და აქ დარჩა. იმ ყველაფრის მერე, რაც მას გაუკეთე, არ წავიდა. მე დარჩებოდი ჩემთვის ეს რომ გაეკეთებინა ვინმეს. ვერ მოვისვენებ. ვერასდროს მოვისვენებ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გავაკეთე. მამაო, მობატიეთ. ჭკუის სწავლებას არ დაგიწყებთ. წადით, მამაპაისი მოძებნეთ და დარწმუნებული ვარ. მაპატიებს? შენ მაპატიებდი? მე გაპატიებდი. როგორ მოვიქცეთ, მამაო? შენ რას ფიქრობ, როგორ უნდა მოვიქცეთ, გიორგი? არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. უზარმაზარია. ხომ არ წავიდე და დახმარება ვითხოვო. ჯერ შენ თვითონ სცადე. მე რა უნდა ვცადო, მამაო? ამ ლოდის გადაადგილება შემიძლია? პირჯვარი გადაიწერე. ხუთი კაციც ვერ დაცრავს ამას. რა ვთქვით, ვინ უნდა შემოუშვათ გულში, გიორგი? პირჯვარი გადაიწერე და მიეწექი. მამაო, შეუძლებელია. ჩვენგან შეუძლებელია. მიდი. კარგი. ცდი, რადგან აქ სხვა არავინაა, რომ დამცინოს. შენ ხომ არ დამცინებ? რატომ უნდა დაგცინო? შეძლებ ამის გაკეთებას. ქრისტეს ვგრძნობ. როგორც წეღარ მითხარი. ჩემში ვგრძნობ ამას. მადლობა. მადლობას მე ნუ მიხდი. ქრისტეს გადაუხადე. რას მეუბნებით? მამაპაისი კომუნისტებს ეხმარება? წარმოუდგენელია. მე ზუსტად ასე ვუპასუხე მათ, ვინც ჩემთან ამის სათქმელად მოვიდა. თუმცა თქვენც იცით, როგორი კარგი ურთიერთობა აქვს მას გამგებელთან, რომელიც კომუნისტების დაჯგუფებას მიეკუთვნება. მათი ეს ურთიერთობა არაერთხელ დაგხმარებია საკმაოდ სერიოზული პრობლემების გადაჭრაში. დიახ, თუმცა როგორც კომუნისტი, ის ამ დახმარებას თანამოაზრეებისაკენ მიმართავს ხოლმე. მამაპაისი ამას ვერ იაზრებს. დარწმუნებული ხართ? დადასტურებით გეუბნებით, თქვენო ყოვლად უსამღდელო ესობავ, რომ ჩემი ინფორმაცია და წყაროები სანდოა და სრულ თანხმედრაშია ერთმანეთთან.
ხდებით, რომ მამა პაისი დიდ საქმეს აკეთებს კონიცასა და მის შემოგარენში. ადამიანები პატივს სცემენ მას და უყვართ. საწინააღმდეგო არავის უთქვამს, თქვენ ყოვლად უსამხუდელო ესობავ. თუმცა ცხადია, რომ სახლებში მისი ღამის ვიზიტები ზოგიერთებში საცდურს აღძრავს. ვინაიდან იქ გაჭირვებული ქალებიც იმყოფებიან, რომელთაგან ზოგი ქვრივია და ზოგი რთულ მატერიალურ მდგომარეობაშია. ხვდებით, რომ შეიძლება ამ ვიზიტებმა ზოგიერთებში ეჭვიც გააჩინოს. ყურადღებით იყავი მამა, არ მინდა მამა პაისის უსამართლოდ მოექცე. არც ის, რომ განკითხვაში ჩაოვარდე. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ვინმეს დაემართოს. მე უბრალოდ მოგახსენეთ, რათა უპირველეს ყოვლისა, თავად ის დავიცვა. და ასევე გულწრფელად გითხრათ, ვგრძნობ, რომ ხანდახან წესრიგი და იერარქია ირღვევა, რაც ჩვენი ეკლესიის შეუბრკოლებელი საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს. რას გულისხმობთ? არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სახით, ასე ვთქვათ, მამა პაისის მიმდევრები გახდნენ. ისინი მონასტერში ადიან და იქ სთხოვენ მღვდელს, რომ წირვა ჩაუტაროს. როცა მონასტრიდან გამოდის, უკან დახვევიან. ეს განსაკუთრებით საქველმოქმედო ორგანიზაციის ქალებს ეხებათ. ალბათ იმისთვის, რომ საქმეში დაეხმარონ. როგორც ჩანს, ასეა თქვენო ყოვლად უსამღვდელო ესობავ. თუმცა ჩემი პატივისცემის მიუხედავად ნება მომეცით გითხრათ, რომ ეს განხეთქილების საზღვრებს მიუახლოვდა. ძვავე შეფასებებს აკეთებთ. მაგრამ სხვა რა ვუწოდო. ეს ეკლესიის წესრიგს არღვევს. მამა ვოგთხოვთ. მამა პაისის არასოდეს არაფერი გაუკეთებია ისე, რომ ჩემგან ლოცვა კურთხევა არ აეღო, ან პირადად, ან წერილობით. ეპისტოლის მეშვეობით. ეს ფაქტია. მაპატიეთ წმინდა მეუფეო, კომუნისტების დასახმარებლადაც აიღო ლოცვა კურთხევა. ეს ნამდვილად არ ვიცი, მართალია თუ არა. ამას მე გიდასტურებთ. ჩემი წყარო სარწმუნოა. უადგილოა მასში ეჭვის შეტანა. ესენი არიან ბატონი მიტროფანი და ბატონი ევფიმიადისი. ჩვენი თეოლოგები? ზუსტად. შეიძლება მასში ეჭვის შეტანა. შემიძლია სახელებიც გითხრათ, ვისაც დაეხმარა. ოჯახებს, რომლებიც ცნობილი არიან თავიანთი ანტიეროვნული საქმიანობით. მათ მამა პაისისგან საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით დახმარება აქვთ მიღებული. ჯერა თქვენი. მზანება მომეცით, წინდა ხედულობა გამოვიჩინო და ეს საკითხი პირადად გამოვიკვლიო. როგორც ინებებთ, თქვენო ყოვლად უსამღვდელო ესობავ. დამლოცეთ. უფალმა დაგლოცოთ. ეს საკითხი მე უკვე შევისწავლე და ინფორმაციები ერთმანეთთან შევაჯერე. კეთილი. მიბრძანდით. პირადად შევისწავლე. კიდევ ერთი ამბავიც გავიგე, რაც დღეს მოხდა. წმინდა ნიკოლოზის ტაძრის საკურთხეველში საღვთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მამა პაისის მონაწილეობით. რა მოხდა? მამა დიმიტრის დავუძახე, რათა დარწმუნებული ვიყო, სანამ მოგახსენებთ. კეთილი. როცა მოვა, ერთად შემოდით. ეს რა სიხარულს გრძნობ დღეს უფალო? ეს რა სიხარულს გრძნობ უფალო? რამხელა შენი სიყვარული? ვერ ვიტევ ამ ხელა სიყვარულს. უღირსი ვარ უფალო. არ ვარ ამ ხელა სიყვარულის ღირსი. დიდია წმინდა სამების სახელი. რა არის ეს, რასაც ვგრძნობ უფალო?
ყოველთვის მივილტვი ზიარებისკენ, მაგრამ რა არის ეს, რაც დღეს ხდება? ჩემშიც გგრძნობ, ჩემს გარეთაც, გარშემოც, ყველგან. რამხელა შენი წყალობა და შენი სიყვარული. მითხარი, რამხელა? მიყვარხარ, ჩემო ქრისტე. მიყვარხარ. დამლოცე, მამაო. უფალმა დაგლოცოს გიორგი. მამა პაისი სად არის? თაში გაიჭრა. რა ქნა? თაზე ავიდა. დღეს ერთ ადგილას ვერ გააჩერებდი. გაბრაზებული იყო? რა გაბრაზებული? თხასავით დახტოდა სიხარულისგან. სიხარულისგან? ჰო, ძალიან გახარებული იყო. ბილიქზე ისე მირბოდა, ვერ ვეწეოდი. მირბოდა და ღმერთს ადიდებდა. მამაო, რამდენჯერმე ისიც ვიფიქრე, მორჩა გაგიჟდა მეთქი. მაგრამ სახე ისე უბწყინავდა. უკაშკაშებდა. დიდება ღმერთს. ჩვენ რა სიტყვით უნდა ვიმართლოთ თავი? რა სიტყვით უნდა ვიმართლოთ თავი? არაფერი გიორგი. გითხრა როდის დაბრუნდება? არა. მხოლოდ ის მკითხა შეიძლებოდა თუ არა წასულიყო და ლოცვა კურთხევა მივეცი. რა მიეცი? ლოცვა კურთხევა. მეკითხება ხოლმე, როცა სადმე მიდის. გეკითხება ხოლმე? დიახ, და თუ ეტყვი რომ არ წავიდეს? მაშინ არ წავა. რა სამოფშვილო? მორჩილებას იჩენს, მამაო. კარგი, ეს მონაზვნური საკითხებია. მითხრა რომ არ ვისაუბრო ამაზე, რადგან ხალხს არ ესმის, მაგრამ შენ გესმის. ხომ გესმის, მამაო? მივხვდი, არ გესმის. ჩვენთან ერთად დარჩი აქ და გაიგებ. რომ გითხრას გიორგის მიმართ გამოიჩინეო, მორჩილება გამოიჩენ? არ გამოიჩენ. მოიცადე, ლუკუმადებს მოგიტა. თუ გინდა დარჩი და დაელოდე. თუ გინდა, წადი. ან ერთ რამეში დამემორჩილე, ან მეორეში. ისე რომ მიცოდე, ლუკუმადებთან დაკავშირებით ყველა მემორჩილება, ყველა ჭამს. საწევიდა მამა დიმიტრი რომ ვერ პოულობ. მე რა ვიცი, სახლში არ არის, ეკლესიაშიც არ არის. მაშინ მითხარი რა მოხდა დღეს მამა პაისისთან დაკავშირებით? რა მოხდა? მე არაფერი ვიცი. რას ნიშნავს არაფერი იცი, მიქაელ? რას უნდა ნიშნავდეს, მამაო? როცა ვამბობ რომ არაფერი ვიცი, ესე იგი მართლა არ ვიცი. მიქაელ, ჩემი მოთმინება იწურება. მამა პაისი ამბობს რომ როცა მოთმინებას ვკარგავთ, მეტანიები უნდა გავაკეთოთ და ვილოცოთ. დამცინი? მამა პაისის მოწაფე კი არ ვარ. შენ ხარ მისი მოწაფე და შენ გააკეთე მეტანიები. ვაკეთებ, მამაო. და სიმართლე გითხრა ძალიანაც მეხმარება. რისი მოთმენაც ადრე არ შემეძლო, ახლა ვითმენ. მე მოთმინება მთლიანად ამომეწურა. და ხელი რომ მოკიდო და გარეთ გაგისროლო, ბოროტი ვიქნები? თქვი რა მოხდა დღეს ეკლესიაში? მამა პაისი მღვდელმა საკურთხევლიდან გარეთ გამოაგდო? მამაო, მე შიგნით არ ყოფილ ვარ. დიაკვანს რატომ არ ეკითხებით, რომელიც საკურთხეველში იყო? მამა პაისი არ დაგინახავს? დავინახე. ზიარების დროს საკურთხევლიდან გამოვიდა და ეზიარა. ეზიარა? დიახ. არ წავიდა? სად უნდა წასულიყო? გადი, წადი. არ დამენახო. და დიაკვანს უთხარი მოვიდეს. ყოველ შემთხვევაში მეტანიებზე რაც თქვი. წადი. ახლავე მეთქი. მამაო, როგორც ხედავ, მორჩილებას არ იჩენ.
რა? არ შეჭამ? არ მინდა გმადლობ. მამა პაისი გამიბრაზდება, როცა გაიგებს, რომ არ გაგიმასპინძლდი. არ მინდა გიორგი გმადლობ. უფალს უთხარი, მადლობა. შენ რატომ არ ჭამ? რასაც შენ მეტყვი, იმას გავაკეთებ, მამაო. ოდე ჭამაშვილო. როგორც მაკურთხებ. მორჩილება ყველაფერზე მაღლა დგას, როგორც მამა პაისი ამბობს. ორმაგი მორჩილება კიდევ უფრო უკეთესია. ღირს არ ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო. ჯანმრთელად იყავით. რომელი მარადის სანატრელი იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთა ესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა. უსმინე? მოდის. ხოლო საღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. Θεόν λόγον τεκούσα, την όντως Θεοτόκον, σε μεγαλύνομαι. არა მამაო, რას აკეთებ მამაო? მეტანიას. მე მიკეთებ მეტანიას. გიორგი მიდი ლუკუმადები მოიტანე, რომ მამა დიმიტრის გაუმასპინძლდეთ. უკვე გავუმასპინძლდი, მამაო. შაქარი მის ანაფორას მაშინ დაეყარა, როცა შენ ჭამდი. ხო, მამაო, არა, ვიგულისხმე? კარგი დალოცულა, შიგნით შედი. მამა დიმიტრისთან მინდა საუბარი. მაპატია მამაო. მაპატია. მამაო, წამოდექი, რას აკეთებ? მე მიჩოქებ, უზენაესის მღვდელი ხარ, გთხოვ? მაპატია. მე მაპატია მამაო. იმით რაც მოხდა ღმერთმა ჩემი უღირსება დამანახა. გონება გამინათა, რათა გავიგო, თუ რამდენად შორს ვარ მისი სიყვარულისგან. შენი მადლიერი ვარ. ხელებს გიკოცნი იმისთვის, რაც გააკეთე. ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა მქონდა. რას ამბობ მამაო? ქედმაღლურად მოვიქეცი. არ ვიცი რა დამემართა. გონება დამიბნელდა. არა, არა, შენ სწორად მოიქეცი. ღირსი ვიყავი. მომისმინე გთხოვ. ამით სარგებელი მომიტანე. მართლა გეუბნები. დღე და ღამ შენთვის ვილოცებ. არ ვიმსახურებ, რომ შემთვის ილოცო. არ ვიცი რა ვთქვა. ასეთი თავმდაბლობის წინაშე, რომელსაც ახლა იჩენ. უღირსი ვარ, რომ შენ სიახლოვეს ვიყო. არა მამაო, არა გთხოვ. მომისმინე. შენ მღვდელი ხარ. ასეთ სიტყვებს ნუ ამბობ. ღვთლობის საიდუმლო დიდი და წმინდა. გთხოვ ადექი. დაილოცე ჩემნაირი ცოდვილისთვის. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე. მამაო, მოხვედი? კეთილი იყოს შენი მოსვლა, დამლოცე. ჩემთან ერთად ხარ, მიქაელ. რას მიყურებ? მე მიყურებს მამა. ჩემი დალოცვა არ ყოფნის. უთხარი რომ როცა პროტოპრესვიტერთან ერთად არის მონაზვნისგან არ უნდა ითხოვოს დალოცვა. ცოტა პატივისცემა გამოიჩინე, მიქაელ. ცოტა პატივისცემა. ჩემი პიროვნების მიმართ კი არა, იმ წოდების მიმართ, რომლის ტარების პატივი და კურთხევა უფლისგან მივიღე. არ ვიცოდი, მამაო, ბოდიში.
თუმცა მამაპაისის განაცრომ მიიღო ლოცვა კურთხევა, ამით თქვენს წოდებას არაფერი დააკლდებოდა. შენი შვილის მიღება არ შეგიძლია. შიგნით შედი და ქოლგას წაიღე, მთელი იატაკი დაასველე. იატაკის ტილოს მოვიდან. არაფერი არ მოიტანო, წადი. რას მივაწერო ეს პატივი, მამაო? მაგურთხეთ. შეეშვია მაგურთხეს და მითხარი რისთვის მოხვედი. პროტესტის გამოსათქმელად? რა უნდა გავაპროტესტო, მამა? ის რომ საკურთხევლიდან გამოგაგდეს. სწორადაც მოიქცნენ. იქ მხოლოდ მღვდლები უნდა იყვნენ და ისინი ეზიარებოდნენ საკურთხეველში. მე მღვდელი არ ვარ. ვინ ხარ ბოლოს და ბოლოს? არარაობა. თავს თამდაბლად ნუმაჩვენებ. როცა ასე იქცევი, სისხლი თავში მასხამს. მაგურთხეთ. არ ვარ თავმდაბალი. ეგოისტი და ამპარტავანი ვარ. რაც მოხდა ჩემთვის სასიკეთო იყო. მადლობას გიხდით. ნუ აგრძელებ. რაც უფრო მეც ლაპარაკობ, უფრო ვბრაზობ. მაგურთხეთ. შეწყვიტე მაგურთხეს ძახილი. მაპატიეთ. მონასტერში ვიცი რომ მონასტერში ასე იძახით, მაგრამ მთელი დღე რასაკეთებთ იქ ეგ არ ვიცი. რასაკეთებთ? ლოცულობთ? რამდენს ლოცულობთ? მთელი დღე ხედხართ და ლოცულობთ? აბა ერთი ეპარქიაშიც გამოიარეთ და ნახეთ რა გჭირდება. გამოიარეთ. მთელი დღე უქმად ხართ მონასტერში და გგონიათ რომ წმინდანები ხართ. თქვირისთვის მოხვედი. მისმა ყოვლადო სამღვდელო ესობამ მაცნობა რომ მოვსულიყავი. არ ვიცი რატომ. მამო, შეგიძლიათ შეხვიდეთ. დამლოცე, მამაო. მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ. ხომასეა. მამაო. გეწყინა რაც მონასტერზე ვთქვი. არა, მამაო. იმიტომ რომ სიმართლეა, არა? იმიტომ რომ არასდროს დარჩენილ ხართ მონასტერში. მაგურთხეთ. მობრძანდით, მამაპაისი, მობრძანდით. დაბრძანდით, მამაო, დაბრძანდით. როგორ მიდის საქმე, მამაო? ღვთის შეწევნითა და თქვენი ლოცვა კურთხევით წინ მივიწევთ თქვენ ყოვლადო სამღვდელო ესობავ. კარგია, კარგია. მესმის შენი საქმიანობის შესახებ და მიხარია, მამაო. ილოცეთ თქვენ ყოვლადო სამღვდელო ესობავ, რომ უფალმა გონება გაგვინათოს და ყველა კეთილ საქმეში გაგვისვას. ამინ. ყველანი უფლის ვენახის მუშაკები ვართ, მამაო. თითოეული თავისი ნიჭისა და შესაძლებლობისა მებრემსახურება მას. თუმცა წმინდა მამებმა იცოდნენ რა ჩვენი ადამიანური უძლურებების შესახებ, ეკლესიაში წესრიგი შემოიღეს და თავიანთი სიბრძნით იერარქია დააწესეს. მას უნდა დავემორჩილოთ ყველა. საეროებიც და სამღვდელო პირებიც. ეთანხმები, მამაო? ამ წმინდა მორჩილების გარეშე საკუთარ თავს ეკლესიის გარეთ ვაყენებთ თქვენ ყოვლადო სამღვდელო ესობავ. ოჩახ, ასეა. და სწორედ ამ გაგებით თითოეული სამრევლოს მღვდელი პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც მის სამრევლოში ხდება. ამიტომ არაფერი არ უნდა გააკეთო ისე, რომ მან ჩვენი ეპარქიის პროტოპრესვიტერმა და მე არ ვიცოდეთ. მაგრამ იცით თქვენ ყოვლადო სამღვდელო ესობავ, რომ ყველაფერი რაც გამიკეთებია თქვენი ლოცვა კურთხევით მაქვს გაკეთებული. არაფერი გამიკეთებია ლოცვა კურთხევის გარეშე. ვიცი, მამაო. ამიტომაც გავუწდი, როცა ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით კომუნისტებს ეხმარებით. ეს სიმართლეა? ვინც მოვიდა და მითხრა უპასუხე, რომ არ მჯერა ამის, მაგრამ გამოვიკვლევ მეთქი. რა უნდა გამოიკვლიოთ თქვენ ყოვლადო სამღვდელო ესობავ? მაპატიეთ. ერთი გაუნათლებელი მონაზონი ვარ. თქვენ ყოვლადო სამღვდელო ესობავ. მე ქრისტეს ეკლესიას პარტიებად არ ვყოფ. არც სინდისი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანები პარტიების ან სხვა რამის მიხედვით განმასხვაო.
ჩემთვის ყველა ადამიანი უფლის ხატია. მახსენდება მისი სიტყვა. რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. მან თქვა ჩემი პატარა ძმაო და არა კომუნისტი ან ნაცისტი, ან ვინმე სხვა. მაპატიეთ, თქვენს მასწავლებლად არ გამოვდგები. მაპატიეთ და მითხარით რა გინდათ რომ გავაკეთო. საქმიანობა შევწყვიტო. შევწყვეტ. გინდათ რომ კონიცაში აღარასდროს ჩამოვიდე? აღარ ჩამოვალ. გინდათ რომ მონასტრიდან წავიდე? წავალ. რასაც მეტყვით თქვენო ყოვლადო სამღვდელო ესობამ, იმას გავაკეთებ. სიტყვასაც არ გაგამეორებინებთ. არც კი დავფიქრდები. თქვენ ხართ ეპისკოპოსი. თქვენ ხართ მოციქულის საყდარზე და არა მე. არც ერთი ძმის დაბრკოლება არ მდომებია. თუ ეს უნებურად გავაკეთე, პატიებას ვითხოვ. მითხარით. როგორ მოვიქცე? მონასტერში წადი და გააგრძელე, რასაც აკეთებ. ეს მინდა. როგორც მაკურთხებთ. ილოცეთ ამისთვის. დღეს ცუდი ამინდია, მამაო. შიგნით შემოდი, რომ არ გაცივდე. და ლოცვილი იყოს გვალვაც, წვიმაც, სეტყვაც, თოვლიც. ჭექა ქუხილიც და ყველა ქარიშხალის, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში იქნება. დალოცვილი იყოს, მამაო. მის ყოვლად უსამღვდელო ესობას მოახსენე, რაც საკურთხეველში მოხდა. არა. ხომ გითხარით, რაც მოხდა ჩემს მიმართ ქველმოქმედება იყო. მხოლოდ ამ კუთხის შემიძლია ამ ფაქტზე ლაპარაკი. ქველმოქმედება იყო? დიახ, მამა. იცი მაგ სიტყვის მნიშვნელობა? ქველმოქმედება ის დახმარებაა, რომელსაც კომუნისტებს უწევ. მამაო. შეეშვით მამა პაისის. მას აქვს ლოცვა კურთხევა, რომ ვისაც უნდა მას დაეხმაროს და ისე როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ. ეს საკითხი დახურულია. მამა პაისი, გავიგე, რაც საკურთხეველში მოხდა. ლოცვა კურთხევა გაქვს, რომ მამებთან ერთად იყო საკურთხეველში და რა თქმა უნდა, იქვე ეზიარო. როგორც მაკურთხებთ თქვენ ყოვლადო სამღვდელო ესობავ. ქოლგა არ მიგვიცია. დაეციეთ მამაო, მიეცით სანამ წავა. ძალიან წვიმს. მამა პაისიზე ნუღელავთ. როგორც ჩანს, მას ზეციური ქოლგა იცავს. რა იცავს მამაო? როგორც მისიანები ამტკიცებენ, უფალი იცავს. ასევე თქვენც იცავთ თქვენი ლოცვა კურთხევით. მამაო, თქვენ სიტყვებში შური შეინიშნება. შური? რა შური შეიძლება მქონდეს მამა პაისის მიმართ თქვენ ყოვლადო სამღვდელო ესობავ? ერთი გაუნათლებელი ბერია. მაპატიეთ, მაგრამ ასეა. მაპატიეთ თუ ვწდები, მაგრამ იცით რომ შურმა შეიძლება ყველაზე სრულყოფილი ადამიანიც კი მოიცვას. მშურს? თქვენ ყოვლადო სამღვდელო ესობავ, ეს ჩემი შეურაცხყოფაა. შეურაცხყოფად არ მიიღოთ, მამაო. მე არ მithქვამს, რომ მისი გშურთ, მე ვთქვი, რომ შურმა შეიძლება ყველაზე სრულყოფილი ადამიანიც კი მოიცვას. დაფიქრდით, როგორი სიფრთხილე გვმართებს ჩვენ, რომლებიც სრულყოფილნი არ ვართ. თქვენც მეც და ყველა ჩვენგანიც. ნუ არ გაირჯებით, მისთვის ქოლგის მისაცემად ვეღარ მიუსწრებთ. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. 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 ღვთისმშობელო, დაიცავი მამა პაისი.
როგორ ამოვა აქ? თუ ვერ ამოვა, მარტოს შემეშინდება. გეუბნები აქედან წავალ. თუ წავალ და 2 საათი წვიმაში ვივლი ავად გავხდები. თუ ავად გავხდები, მოვკვდები. მერე ყველა იმას იტყვის, მამა პაისის ბრალია ბავშვი რომ წაიყვანაო. მაგრამ მამა პაისის ბრალი არ იქნება, ჩემი ცარიელი თავის ბრალი იქნება. ამიტომ გთხოვ დააბრუნე ის, რაც შეიძლება სწრაფად. ერთი ასეთიც და წავალ მეთქი. გამარჯობა გიორგი. რას აკეთებ? ღვთისმშობელს ვეუბნებოდი, რომ დროულად მოიყვანე. თუ არა და აქედან უნდა წავსულიყავი. ოდა მომიყვანა. მამაო, რატომ არ ხარ სველი? კოლგა მქონდა. რა კოლგა? რომელი კოლგა? სად არის კოლგა? ეხ, გიორგი. როგორ ძლიერ ვუყვარვართ ჩვენს ზეციურ მამას. როგორ ძლიერ ვუყვარვართ. დიდება ღმერთს. დიდება ღმერთს. დიდება ღმერთს, მამაო. მაგრამ რატომ არ დასველდი? Εγώ τι να τους πω. Καλώς τους, τι κάνετε, πως είστε. Καθίστε να σκεράσουμε ένα λουκούμι. დღეს ხალხი ამოვა გიორგი და ლუკუმადებით გაუმასპინძლდი. როგორც მაკურთხებ. სად მიდიხარ? საღამოს დავბრუნდები. და მათ ვინ დაელაპარაკება? შენ? Εγώ. მე? Τι να τους მე πω. რა უნდა უთხრა მათ? Πάτερ, მამაო, ყველა ჩამომიჯდება და თავის პრობლემებზე დამიწყებს ლაპარაკს, არ შემიძლია. მოთმინება ისწავლე. შენ თუ შეგიძლია მოთმინება შენ დარჩი. მე რა უნდა ვუთხრა მათ? კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, რას აკეთებთ, როგორ ხართ? დასხედით ლუკუმადით გაგიმასპინძლდებით. ძალიან კარგია. მეტი არაფრის თქმა არ სჭირდებათ. გაუმასპინძლდი და მშვიდობით წავიდნენ. კარგი, რადგან ასე ამბობ. რამდენი ადამიანი მოვა? 3. πάλι καλά. კიდევ კარგი. ბევრი რომ ამოსულიყვნენ ლუკუმადებს აღარ დაგვიტოვებდნენ. რა წუწუნა ხარ? ოდესმე მოკლებია ლუკუმადები. დილა მშვიდობისა. ოჯახ პატარა. ჭაჭა სადა? აქ ჭაჭა არ გვაქვს.
უკვე აღარ მომწონს შენი ლაპარაკი. შვენივრად გელაპარაკები, არავის აქვს ლოცვა კურთხევა რომ აქ დალიოს. კარგი, ნუ ბრაზო. მითხარი სად შეიძლება რომ ხორცი შევწვათ. Στο σπίτι. თქვენს სახლებში. შენ ვინ ხარ? ყოველ შემთხვევაში თქვენი მიმტანი არ ვარ. არც ტავერნა გვაქვს აქ. ეს ვის გადავეყარეთ? ბერი სად არის? აქ არ არის. სად წავიდა? სანადიროდ? იქნებ იმისთვის წავიდა რომ რომელიმე კურდღელს თავზე ჯვარი დაახატოს. მართალია რომ კურდღელი დაიჭირა, არ შეჭამა და თავზე ჯვარი დაახატა რომ მონადირეებს არ მოეკლათ. თუ ჩემ წინ კურდღელი გადაირბენს, მოვასწრებ რომ ჯვარი დავინახო. თუ გადაირბენს, დიდება მამას თქვი და ესროლე. მე რა ჯვარსაც დაინახავ და პირჯვარსაც გადაიწერ. აგიმარჯოს პატარავ. მითხარი, მართლა ყავს ბერს დათვი როგორც ამბობენ? ყავს თუ არა? მიდი, დაუძახე დათვს რომ მეოთხე კაცად დაგვიჯდეს. ღვთისმშობელო, მამა პაისი აქ არ არის. მე კი პატარა და სუსტი ბავშვი ვარ. ესენი აქ მოვიდნენ, სვამენ და ბანკოს თამაშობენ. მინდა თავები გავუტეხო, მაგრამ ცემენ. Θα με δίνουν. რა გავაკეთო? გარეთ გავიდე? თუ შენთან დავრჩე? აქ რომ შემოვიდნენ თვრალები, როგორ მოვიქცე? რა ვქნა? უთხარი მამა პაისის რომ დაბრუნდეს. ან რამე გააკეთე რომ აიბარგონ და წავიდნენ აქედან. გმადლობ. ეს რა არის? ნუ გითხულობ, წავიდეთ. სად წავიდეთ? გავიქცეთ. ეს აიღე. გაიქეცით, გაიქეცით, გაიქეცით. მადლობა. მადლობა ღვთისმშობელო. ოჯახ გიორგი, შეგძლებია. მამაო, სად იყავი? ერთი გენახა, აქ რა ხდებოდა? შენ მითხარი? არიცი? არა, საიდან უნდა ვიცოდე? სამი მონადირე მოვიდა. ნანადირევის შეწვა უნდოდათ. სვამდნენ, იცინოდნენ და კურდღლის გამო დაგწინოდნენ. მე გავბრაზდი ეკლესიაში შევედი და ღვთისმშობელს ვუთხარი. პატარა ბავშვი ვარ. მამა პაისი აქ არ არის. ან უთხარი რომ მოვიდეს, ან რამე გააკეთე მეთქი. და უცბად ქარი ამოვარდა. ჰო, ქარი ამოვარდა და ყველაფერი წაიღო. ნეტა ვაკ ყოფილიყავი. გიჟები ვიდგარბოდნენ. ერთი წუთით შენ საიდან იცი ქარის შესახებ? არ ვიცი, უბრალოდ ყური მოვკარი. მითხარი, მე რა მოხდა? რა გითხრა? ასეთი რამ არასდროს მინახავს. სირბილით გაიქცნენ. ხომ გითხარი გიორგი? შეიძლება დედა არ ყავდეს, მაგრამ ღვთისმშობელი არასდროს მიგატოვებს. ეს სულ გახსოვდეს და არ შეგეშინდეს. ის გიცავს შენ. დავინახე. დღეს დავინახე, მამაო. მადლობ. დიდი მადლობა რომ აქ მომიყვანე. მე არაფერი გამიგეთებია. ყველაფერზე ჩვენმა დედოფალმა იზრონა. მან იცის ვინ და რატომ მოდის აქ. აქაურობის დედოფალი ის არის. სხვა არავინ. სხვა არავინ. არავინ.
ცოტა ნელა მიქაელ, ცოტა ნელა. ნელა მივდივარ, თქვენო მაღალ ღირსებავ, ნელა მივდივარ. ყველაფერში წინააღმდეგობას ნუ მიწევ. არ გიწევ. როგორ არ მიწევ? გეუბნები ცოტა ნელა მეთქი და პასუხობ ნელა მივდივარო. წინააღმდეგობა არ არის, რადგან გეუბნები ნელა მეთქი, ეს ნიშნავს რომ ჩქარა მიდიხარ. მაპატიეთ მინდა პროტოსინგელოზო. აკურთხე თქვი ხოლმე. მონასტერში მივდივართ, მამა პაისის ეს არ უსწავლებია შენთვის. ხმას არ იღებ, არა? ერთი მათგანი ხარ, ვისაც ის დიდ და გამორჩეულ ადამიანად მიაჩნია. დაყრუვდი, მიქაელ. არ ვიცი, დიდია თუ გამორჩეული, მაგრამ მე ძალიან უბრალო და თავმდაბალი მგონია. ძალიან უბრალო და თავმდაბალია. მაგრამ ხანდახან რამე სასწაულსაც მოახდენს ხოლმე, რომ მისი უბრალოებითა და თავმდაბლობით აღვრთოვანდეთ, არა? როგორც მე ვარ აღვრთოვანებული სულიერ საკითხებში თქვენი არაკომპეტენტურობითა და გაუნათლებლობით. რაც არ იცი, ნუ ამბობ. მიდი გზა განაგრძე. მღვდელმთავარი ყავთ, მოძღვრები ყავთ, მაგრამ არა. ბერმა უკეთ იცის. ნათქვამია, როგორ მასწავლებელთანაც ივლი, ისეთ განათლებას მიიღებო. უფრო ნელა, უფრო ნელა. ფრთხილად. ფრთხილად, მიქაელ. მიქაელ. ფრთხილად. ფრთხილად ვარ. ეგოიზმი გონებას გვირავს. გვაფიქრებინებს, რომ საუკეთესოები ყველაზე ჭკვიანები და განუმეორებლები ვართ. მახსოვს, როცა ბავშვი ვიყავი, დედამ მკითხა, იცი ვინ არის ყველაზე დიდი ეგოისტი? ვუპასუხე რაფაელი მეთქი. ჩემს ძმას ჰქვია რაფაელი. დედას კი იმის თქმა უნდოდა, რომ ყველაზე დიდი ეგოისტი ეშმაკია. და თუ მეც ეგოისტი ვიქნები, მაშინ ვისი მეგობარი გამოვდივარ? გაიგეთ? თავი უნდა დავიმდაბლოთ, ძმებო. ეს არის სულიერი ცხოვრების საიდუმლო. ეშმაკი ქედმაღლურ ზრახვებს აღგვიძრავს. ვინმეს გვიგზავნის, ვინც გვეუბნება, როგორი კარგი ხარ, როგორი გამორჩეული, როგორი გულმოწყალე. ჩვენ არავინ ვართ. ყურები უნდა დავიხშოთ. ყველაფერი უფლისგანაა. მისი მადლის გარეშე არაფერი ვიქნებოდით. მაპატიეთ. ჩვენ გვაპატიეთ, მამა. ავათხართ, წადით დაისვენეთ. ჩვენ წავალთ. არა, არაფერია. კარგად ვარ. ნელა მეთქი, მიქაელ. ნელა მივდივარ, მამაო. ამას არასწავლე, რომ სიტყვების შებრუნება არ შეიძლება, მამა პაისი. დამლოცეთ. შეეწყვიტე ხველება. დამეხმარე, რომ ჩამოვიდე და მერე დაგლოცავ. მიქაელ, ცხოველი კარგად დაიჭირე. ნუ გეშინიათ, მამაო. არ უნდა მეშინოთ, ეს ცხოველია. შეიძლება გაიქცეს. ან შეიძლება მამა პაისი მუთხრას გადახტიო და გადახტეს. რას მიყურებს, დამატი ასე ამბობს. დადის და გაიძახის, რომ ერთი დათვი ყავს. ეუბნები მოდიო და მოდის. ეუბნები წადიო და მიდის. ეუბნები დაჯექიო და ჯდება. ლუკუმადითაც უმასპინძლდები? უფალმა დაგლოცოს. სტამატის ნაირები გააჩუმეთორემ. ხალხს ეჭვი გაუჩნდება და არც თუ უმიზეზოდ. იტყვიან ბერი კი არა, დათვების მომთვინიერებელი ბოშაო. როგორც მაკურთხებ. მათ მიხედე და ეს საქმე იქნება გურთხეული. ბიჭებო? დაგლოცეთ, მამაო. დაგლოცეთ. საიდან ხართ, ბიჭებო? გონიციდან. ქრისტეს ამოხვედით. მამა პაისის სანახავად. და თაყვანის საცემად. იმედია მამა პაისის თაყვანის საცემად არა. ღვთის მშობელს გულისხმობ, არა? დიახ, ღვთის მშობელს.
კიდევ კარგი. თუ ახსარების თქმა გინდა თქონიცაში კარგი მღვდლები გვყავს, რომლებიც სულიერი მოძღვრებიც არიან. მამა პაისი სულიერი მოძღვარი არ არის. ის მღვდელი არ არის. ხვდებით განსხვავებას? მამა პაისი აუხსენი რა განსხვავებაა? თუ არ გადარდებს ეგონოთ, რომ ბერს მათთვის უფრო მეტი სარგებლის მიცემა შეუძლია ვიდრე მღვდელს. ახსარებისთვის სულიერ მოძღვრებთან ვაგზავნით თქვენო მაღალ ღირსებავ. სულიერი რჩევებისთვისაც მათთან უნდა გაგზავნო. მამა პაისივით ვერავინ გვესაუბრება. ასე არა? მოსმენილი გაქვს მისი ყოვლად უსამღვდელოესობის ან ჩემი ან თქვენი სამრევლოს მღვდლის გადაგება და არ დაგაკმაყოფილათ, მაგრამ მამა პაისის სიტყვები გაკმაყოფილებთ? იციან, რომ 6 კლასის განათლება გაქვს. თუ გამოჩენილი თეოლოგი გონი ხართ. გონიცაში ყველა მიცის, რომ 6 კლასის განათლება მაქვს. კეთილი. ბიჭებო, ღმერთმა გონება იმისთვის მოგცა, რომ ვიაზროვნოთ და მივხვდეთ, რამ შეიძლება სარგებელი მოგვიტანოს და რამ არა. მამაო, დღეს მწუხრის ლოცვას აღვავლენ. თუ წინააღმდეგი არ იქნები. რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი? პირიქით გამიხარდება. ძალიან ლამაზი სკამია. სადიპო? მე გავაკეთე. მართლა? გილოცავ. ეპარქიაში მოგვიტანე. სკამები ძალიან გჭირდება. გადაგების დროს ადგილი არ გვაქვს, რომ ხალხი დავსვათ. მოდით ბიჭებო. სხვას გაქვს? მეორე შიგნითაა. ისიც მოიტანე. წავიდა ჩვენი სკამი. მეორეც უნდა ჩავიტანოთ ხო, და ჩვენ სად დავსხდებით? ახალს გავაკეთებთ. ხო და ერთ დღესაც ამოვა და იტყვის. რა ლამაზია. ესეც მომიტანეთ, რომ სხვა სკამებთან ერთად დავდგა. გიორგი, ხომ თქვით, რომ კეთილი ფიქრები უნდა გქონდეს? როგორ უნდა მქონდეს? მამაო, ექიმთან უნდა წახვიდე. მშვენივრად ვარ. ცუდად ხარ. იცი, რამდენი დღეა ახველებ. აბა მე მკითხე, ყოველ ღამე შენი ხველება მესმის. თან ამდენი კელიის მოშორებით ვარ. არაფერია. როგორ თუ არაფერია, შუბლი გიხურს. იწვი, მამაო. არაფერია. მამაო, წითელი რატომაა? წავედით, გიორგი. არსად არ წამოვა. ავად ხარ. კარგი. მაშინ დარჩი. მამაო, გთხოვ, ნუ მიგაქვს. ავად ხარ. მამაო, ხელი გავუშვი, მე წამოვიღებ. შემიძლია რომ ავწიო. მამაო, გთხოვ, დადე. 2 წუთში მევალთ. მამაო, ერთ კითხვას დაგისვამ. რატომ არ მემორჩილები? იმიტომ რომ ვერ აწევ. შვენივრად დავწევ. დამემორჩილე, გთხოვ. მოდი, წამოიღე. ხედავ, რომ დამემორჩილე მშვენივრად დავწიე. თუ ვერ შევძლებ, ჯვარი გადამსახე.
ამ ადგილას უზარმაზარი ლოდი გადავაგორი აღარ გახსოვს? შენ ხომ იცი რომ სიმართლეს ვამბობ. მამაო, მართალი არ ვარ? რატომ არ მპასუხობ? მამა პაისი. დამეხმარეთ, მამა პაისი. მამაო, ხმა გამეცი. დამეხმარეთ, მამა პაისი წაიქცა, დამეხმარეთ. ღვთისმშობელო, შემეწიე.